როდის და კონკრეტულად ბათუმის რომელ ნაწილში აშენდება ახალი მეჩეთი, კითხვა საზოგადოებაში კიდევ უფრო აქტიურად მას შემდეგ დაისვა, რაც 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აჭარაში მუსლიმთა ახალი სამლოცველო აუცილებლად აშენდება. მუსლიმთა კავშირში აცხადებენ, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია, თუმცა არ აკონკრეტებენ. დღეს ასევე გაირკვა, რომ მიუხედავად აქტიური განხილვებისა, ქალაქის მერისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით ჯერ არავის მიუმართავს. აჭარაში მუსლიმი მორწმუნეებისთვის მეჩეთი აშენდება, თუმცა ტერიტორია ჯერ შერჩეული არ არის. განცხადება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რიზეს გუბერნატორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი ინფორმაციით, მეჩეთს მუსლიმი მორწმუნეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ააშენებენ. ახალი მეჩეთის ადგილმდებარეობას არჩილ ხაბაძე არ აკონკრეტებს. მეჩეთის ასე ვთქვათ აშენება გაფართოების საკითხი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, უნდა მოგვეძებნა ტერიტორია ან გაფართოების სახით ან აშენების სახით. ჩვენ ამ თემას ისევ მიუბრუნდით, ვფიქრობთ, არის სხვადასხვა მიმართულება, ჯერჯერობით გაჟღერება არ გვინდა ამ კონკრეტულად რა გადაწყდება, არის რამდენიმე მიმართულება. ის რაც დააკლდება მრევლი და ბატონო პრემიერი საკუთარი სახსრებით ააშენებენ. ის რაც დააკლდება მრევლს, თანხა დაემატება და პროექტი მთლიანად დაასრულებს პრემიერი. იყო თუ არა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბარი მეჩეთის შესახებ, ჩვენს მიერ დასმულმა ამ კითხვამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გააღიზიანა, ხოლო ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან მჟავანაძემ რიზეს გუბერნატორს შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავებას თხოვა. ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება, აცხადებს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე შესაბამის უწყებებთან ტერიტორიის გამოყოფაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. საკითხი გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ბათუმში რამდენიმე ადგილზე არის საუბარი, სადაც შეიძლება რომ აშენდეს ამ აიწეს ამ რამდენიმე ადგილიდან და აიწეს და აშენდეს მეჩეთი. ეს პროცესი ალბათ დაიწყება მოკლე დროში. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფაზე მთავრობიდან ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა. ასეთი მიმართვა არ დაფიქსირებულა, რომ ვთქვათ, ფართის გამოყოფაზე, რადგანაც შეიძლება ითქვას, მთავრობას აქვს თავის საკუთრების მიწებიც, მაგრამ ეს საკუთრების მიწაც არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში პროექტის შეთანხმება უნდა წამოვიდეს მერიაში. ჯერჯერობით ამდაგვარი პროექტი ან ადგილი არ დაფიქსირებულა. მეჩეთთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა 2 დღის წინ ურეკში გაიმართა.